ირაკლი ოქროაშვილისთვის ბრალის წარდგენას და საგამოძიებო კომისიის კრიტიკას გამოხმაურება მოჰყვა ქართულ ოცნებაში. Ფუქთხის საჯაროდ კომისიაზე პასუხი გაცეს ისეთ კითხვებზე, რომელიც ცხადია, რომ იმ რეჟიმის მხილებას გამოიწვევს კიდევ ერთხელ, რომელსაც ის ემსახურებოდა. ურჩევნიათ სისხლისამართლის პასუხისგებაში მიეცენ გადაიხადონ ჯარიმები, რა ვიცი, შეიძლება პატიმრობაც შეუფარდოს სასამართლოს გადაწყვეტია, ვიდრე გამობრძანდნენ და საჯაროდ აღიარონ, რომ რეკეტში ძარცვაში იღებდნენ მონაწილეობას 2012 წლამდე საკუთარი საზოგადოების. პასუხი გაცეს ღიად ყველა ამ საზოგადოებას. ეს არის ის ფორმატი, სადაც ყველა შეუძლია თავისი თუ აქვს თვლიან რომ რამეში მართლები არიან, ეს სიმართლე დაამტკიცონ და ყველა ამბობს, ყველა უყურებს ამას. მთელი მსოფლიოს ხელის გულზე დევს საგამოძიებო კომისიის საქმიანობა. რატო არ მოდიან, რატო არ წარსდგებიან კომისიის წინაშე, იმიტომ რომ ამ ყველაფრის ეშინიათ. იმიტომ რომ რეალურად სათქმელი არაფერი არ არის.